მივესალმებით ჩემს მეორე სტუმარს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს. Გალბატონ მაკა, დღეს 9 აპრილია, ეს 9 აპრილი ყველას აერთიანებს. მინდა გკითხოთ, ვინაიდან თქვენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ხართ, რამდენად იყო ეს დღე ევროპული გეზისთვის გარდამტეხი მომენტი ქვეყნის ისტორიაში? საღამოშვიდობის ნატა, ნამდვილად პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მეც ხსოვნა მინდა მივაგო და პატივი მინდა მივაგო ყველა იმ ადამიანს, ვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის ამ ქვეყანაში და დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის თავისი სიცოცხლე გასწირა. ეს მართლაც ემოციური დღე არის, ჩვენ ყველას გვახსოვს ეს როგორც გარდამტეხი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რასაც შემდგომ უკვე მოყვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რასაც შეიძლება ითქვას, რისთვისაც ქართულმა ხალხმა საკმაოდ ძვირფასი გადაიხადა ადამიანების სიცოცხლის სახით და ნამდვილად ემოციური და მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ისიც სიმბოლურია დღევანდელ დღეს, რაზეც თქვენ საუბრობდით სწორედ ჩემს ჩართვამდე. ეს უნდა მეთქვა ისტორიული გადაწყვეტილების მომსვლელი ვართ. ნამდვილად ისტორიულია, ესეც იმ ბრძოლის გაგრძელება, რომელი ბრძოლაც დაიწყო 35 წლის წინ და რომელ ბრძოლასაც 9 აპრილს სწორედ შეეწირნენ ჩვენი თანამოქალაქეები მაშინ და დღეს ამ ბრძოლას ისე ვაგრძელებთ ახლა ოკუპაციის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ და ნამდვილად დიდი გამარჯვებაა ჩვენი სახელმწიფოსი, როდესაც დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში განცხადებების ან რეზოლუციების მიღებით, დღეს უკვე სასამართლოს გზით საქართველო არის გამარჯვებული, მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის უკანონო ქმედებებზე საქართველოს წინააღმდეგ და როდესაც სასამართლოს წესით დღეს უკვე დაგმობილია რუსეთის მავნე ქმედებები, ნამდვილად ეს არის საქართველოს და იმ ადამიანების დიდი გამარჯვება, ვინც ამ პროცესში არიან ჩართული და მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ბექა ძამაშვილი საუბრობდა სწორედ ჩემ წინ და ისიც ერთ-ერთი მონაწილეა ამ ბრძოლის და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ საქმეში. მართლაც ღირსების ომი მოვიგეთ და დღეს ეს ნამდვილად სასიხარულოა. ეხლა კი გადავიდეთ პოლიტიკურ თემებზე. გამჭვირვალობის კანონპროექტის ავტორები დასავლეთის კრიტიკას ქვეყნის კონკრეტული გადაწყვეტილებებით პასუხობენ, მაგალითად, სადაც მესამე ქვეყნის გავლენა საფრთხეთ და გამოწვევად დასახელდა საუბარია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე. მასში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს რეკომენდაციების საფუძველზე ლატვიაში, დანიასა და სლოვაკეთში დაიწყეს აღნიშნული კანონმდებლობის დანერგვა. ამავე წელს, მაგალითად, მიეცა რეკომენდაცია ბელგიას და ესპანეთს შეექმნათ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გამჭვირვალობის რეესტრს მოიცავს. კანონპროექტზე მუშაობა განაგრძო ესტონეთის ხელისუფლებამ, კვიპროსმა უკვე მიიღო რეგულაცია ლობირების შესახებ. როგორ ფიქრობთ, რატომ უკრძალავენ საქართველოს ამ კანონის მიღებას, რომელზეც უკვე მუშაობენ სხვა ქვეყნები? კი, აბსოლუტურად გაუგებარია და გაურკვეველია, რატომ შეიძლება საქართველოში გამჭვირვალობა იყოს საფრთხის შემცველი, მაშინ როდესაც გამჭვირვალობა არა მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია, მაშინ როდესაც ჩვენი პარტნიორები საუბრობენ მესამე ქვეყნებზე, მაშინ როდესაც საუბრობენ დემოკრატიის დაცვაზე. ეს არის სწორედ ხო საფუძველი რა კანონმდებლობას თქვენ ახსენეთ, შესავალში სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ჩვენი ასე ვთქვათ მოსახლეობის ინტერესები უნდა დავიცვათ ლეგიტიმური ინტერესები, მაშინ როდესაც საუბარია გარკვეული ორგანიზაციების ან ფიზიკური პირების გავლენებზე პოლიტიკურ პროცესებში. და სწორედ აღნიშნეთ, ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას აქვს მსგავსი კანონმდებლობა და ეს კანონპროექტიც, ეს დირექტივაც, რომელიც ევროკავშირის დონეზე შემუშავდა, სწორედ ამას ემსახურება, რომ რაღაცნაირად უნიფიცირებული იყოს მიდგომა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ ერთნაირი ჩარჩო და სხვათა შორის იქ საუბარია მინიმალურ სტანდარტებზე, რომ ეს დირექტივა არის მინიმალური სტანდარტი იმისა, რომ რა შეიძლება გააკეთონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული. ჩვენთან აბსოლუტურად გაუგებარია ჯერ ერთი იმ ორგანიზაციების, რომლებიც ამბობენ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გამჭვირვალეა, რომლებიც ვიცით, რომ მოქმედებენ ჩვენი პარტნიორების დახმარებით, იმავე
ორივე პარტნიორების დახმარებით, რომელი პარტნიორებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების განვითარებაში წლების განმავლობაში შეტანილი. და ამ ყველაფრის გამჭვირვალობამ როგორ შეიძლება შეუქმნა საფრთხე საქართველოში დემოკრატიას ან რაიმეს, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. მაშინ, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო მეტი დაცვა გვჭირდება, კიდევ უფრო მეტი საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო არაერთი მხრიდან და სწორედ ამიტომ გაუგებარია მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მსგავს რეაქციებს ვხედავთ ისეთივე საკითხზე, რომელიც მათთვის უცხო არ არის, რომელიც მათთვის ძალიან კარგად ცნობილია და სწორედ ამ პერიოდში ხდება მსგავსი მსჯელობები და სხვათა შორის ევროპარლამენტის მოწოდებები იყო და ევროპარლამენტის მხრიდან იყო დავალებები ევროკომისიის მიმართ, რომ მათ დაეწყოთ მუშაობა მსგავსი დირექტივის შემუშავებაზე და წარედგინათ ევროპარლამენტისთვის შემდგომ უკვე მისაღებად და ეს არის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, ევროკავშირში და მართლაც ძალიან უცნაურია, მით უმეტეს, როდესაც ჩვენს შემთხვევაში კანონპროექტი ეხება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას, აქ სხვა მექანიზმები არ არის არანაირი ჩადებული. ეს კანონპროექტი არის ერთადერთ საკითხზე ჩვენმა მოქალაქეებმა, რომელიც არიან ამ ქვეყანაში დემოკრატიის წყარო, ხელისუფლების წყარო, იცოდნენ რა დგას ორგანიზაციების უკან, რა ინტერესები დგას ორგანიზაციების უკან და აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და მიუღებელია ის შიშები ამ ორგანიზაციებისგან, თუ კი კეთილსინდისიერ საქმიანობასთან გვაქვს საქმე, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს მათთვის ამხელა საფრთხის შემცველი, რომ ასეთ ამბავს ატრიალებდნენ ქვეყნის წინააღმდეგ. კი ბატონო, 9 აპრილიდან 35 წლის თავზე გვაქვს მონაპოვარი კანდიდატის სტატუსი. თუმცა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ოპოზიცია პედალირებს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება ამ ყველაფერს დააბრკოლებს. ვერ ამბობენ კონკრეტულ არგუმენტებს, ვერ ვისმენთ. რა მიზანი აქვს ამას, როგორ ფიქრობთ და რას აპირებს ხელისუფლება, რომ გადააზღვიოს ეს რისკები? რატომ გეკითხებით, იცით? ოპოზიციონერები, მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის მეოთხე განცხადების შემდეგ სანქციებზე ალაპარაკდნენ და საუბრობენ, რომ პასუხს საქართველოს მოქალაქეებისგან მიიღებს ხელისუფლებაო. საპროტესტო გაზაფხული კი ვნახეთ, რომ დაანონსებულია და ზოგადად მაინტერესებს რა კეთდება პრევენციისთვის ამ მხრივ. ჯერ რომ თქვათ, რამდენად მიზანშეწონილია ის საუბრები და არა არგუმენტები, რომლებიც მათ აქვთ. ნატა ეს არ არის ახალი, ხო? ჩვენ ოპოზიცია არ უშვებს არანაირ შანსს ხელიდან, იგონებს კიდეც ასეთ მიზეზებს, რომ რამენაირად შეუშალონ ხელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მერე კიდევ ამბობენ, რომ ისინი არიან ყველაზე მეტი ქომაგები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის. ახლა ამაზე მე პირადად კითხვები არ მაქვს, მე ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები მათ ქმედებებს და ახლა უკვე ძალიან ახლოდან ვხედავ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში ჩვენი ქვეყნისთვის ხედავდნენ საფრთხეს. ეს ხომ არ მომიგონია, ეს ხომ მათივე სიტყვებია. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის მათთვის იყო საფრთხე. და ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ ახლა, რომ ესენი აშინებენ ახლა და აშანტაჟებენ მოსახლეობას, ქართულ ხალხს, რომელსაც სურს ევროკავშირში წევრობა, რომ კანონი, რომელიც შეეხება დემოკრატიის გამტკიცებას, გამჭვირვალობა არანაირად არ შეიძლება იყოს დემოკრატიის წინააღმდეგ, შეიძლება ამან შეუშალოს ხელი ევროკავშირისკენ სვლას. ეს ერთი და მეორე, ჩვენ გვაქვს ნამდვილად 35 წლის თავზე იმ ბრძოლის დაწყებიდან მივდივართ ევროკავშირისკენ და დღეს უკვე საქართველოს მართლაც ისტორიული რამ ხდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს, ხო? ეს ნამდვილად დიდი მონაპოვარია. ევროკავშირის წევრობამდე რომ დიდი გზაა გასავლელი, ესეც ხომ ყველამ კარგად ვიცით. ამისთვის ორივე მხარე რომ უნდა მოემზადოს ევროკავშირიც და საქართველოც, ესეც ხომ კარგად ვიცით და ამ პროცესში ახლა სპეკულაციები რამდენად ხელის შემწყობია, ეს თავად მოსახლეობამ გადაწყვიტოს, რამდენად უწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირში წინსვლას მსგავსი სპეკულაციები. არანაირად ეს არის ხელის შემშლელი, ეს არის იცით რა მიზეზი ან ინსტრუმენტი ისევ და ისევ ხელში სხვა ვერაფერზე ვერ აშენებ პოლიტიკურ ასე ვთქვათ დღის წესრიგს და ერთადერთი რამ გრჩება რომ საგარეო
ასე ვთქვათ, საკითხები, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია, საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, გამოიყენო იმისათვის, რომ ქართველი ხალხი აშანტაჟოს, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამას და გამოიყენო ამისთვის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომ რამენაირად პოლიტიკური ქულები დაიწერო. თუმცა, რასაც ვხედავთ, ვერანაირ პოლიტიკურ ქულებს ვერ იწერენ სწორედ ამ ასეთი მიდგომებით. ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობდით ჩვენს გადაცემაში.